მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ ბროები, ეს არის ვინ არის იმპოსტერი, ვინ იტყუება, როგორც გინდა დაარქვით და მოდი ახლა დავიწყოთ პირდაპირ თამაში. შენ ზედმეტი შესავლების გარეშე, ხო? მიდი მიშა. 150 200 ლარი. 500 ლარი. 200 პლუს მინუს ლარი. 50 200 ლარი გიწერია შენ? მეც არ ხარჯავ? მე წინაზე რა ვთქვი გახსოვს? არა. ჩემთვის პირადად მეორე ბაზარი არა, მაგრამ პირველი პაიმანი ჩემთვის ყველაზე მაგარი არის, რომ წაიგულავოთ. წაიგულავოთ. მოდი მე მაგ ესეთი კითხვა. წაიგულავოთ. შენ სეირნობა იგულისხმე და წაგულავება სეირნობა რანაირად არის რა გამომდის? არა, მე მაგ ვაფშე სხვა კითხვა რა. პაიმანში თქვენ გას გულისხმობთ, ანუ აი რა არის თქვენთვის პირველი პაიმანი? მოდი ცოტა ვილაპარაკოთ თან. ალბათ გოგოს როცა მოგწონს და ეუბნები რომ წამო დეიტზე წავიდეთო პაიმანზეო და გინდა რომ რაღაცით განსხვავებული ისეთი რამე აჩვენო რომ აი არა, საერთოდ არ ვაპირებ მე პირადად რაღაც განსაკუთრებული. არა, შენი თქვი კაცო მე ადამიანი თუ განსაკუთრებულია, რატო არ უნდა აპირებდე განსაკუთრებული? იცი პირველ პაიმანზე რომ განსაკუთრებული. თუ რაღაცით გრძნობნა ხო ეგეც არა პირველ. მე პირადად გაცნობითი მგონია პირველი პაიმანი. ნუ ჩემთვის ეგრეა. ხო, ეგეც ვარ. მეტად გაცნობითია ვიდრე რაღაც განსაკუთრებული. მე ეხლა ხავს მქონდა პაიმანი, არაფერი არ დამიხარჯა, მივედი, დავასტუკე წამოვედი. ამას სად დააქენსელები ჩემ რა. კაი, არ ვიტყვი ამას მაშინ დაკეთეთ. არა, ჩაუსო დააქენსელო. რა გინდა შეჩემო? არა, ხო ხარ ის რაც. ხო და რავი, მე მგონია რომ ეხლა თქვენ რასაც გაიძახით, ცოტა ძალიან ალფა და რაღაცა ვითომ ესეთი ტიპები არის. არა, საერთოდ არ არის ალფა და ტიპაჟი გაშუაში. აი ბიჭო რა 20 მიხვედი დაასტუკე მე გადავები ანუ ალფა გაშუაში. აი მანი ალფა შუაში არ არის მაგრამ. მე გულისხმობ დეიტს გასაცნობითი ხასიათის შეხვედრას რა. დეიტსაც რას ეძახით? შენ დეიტს რას ეძახით? მაგას ხო ვთქვი უკვე. ანუ ვიღაცა დაკერო და ერთხელ რაღაც კიდე რაღაცა თუ უბრალოდ აი სერიოზულ რაღაცას სანამ ადამიანი ფიქრობ რომ შეიძლება გამოვიდეს. ხო რომელია მორე პირდაპირ უპასუხე. აი პირველი არის გაცნობითი თქო მაგას ვამ. ორი მაგრამ პირველი ფიქრი ხო გაქვს შემთხვევაში ეგრე პირველი ფიქრი ვერ მექნება ადამიანს როცა არ ვიცნობ რომ გავიცნობ მე მექნება და ანუ რას ქვია პირველ პაიმანზე იცნობ ადამიანს პლუს მინუს იმიტომ კი 200-ის პლუს მინუს იმიტომ იწერია რომ გააჩნია ჰა პირველ პაიმანზე არ იცნობ ადამიანს აბა როგორ იცნობ ადამიანს ხო მანამდე პირველ პაიმანზე იცნობ მანამდე არ იცნობ ანუ კეთესი არა ახლა მე აი მას აგეო გაცნობი მეგობარი არ იცნობდი და ეხლა რაღაც გზნობები გაჩნდა პაიმანზე წახვედი ანუ შენ თუ ეხლა ტინდერზე ვიღაცა დამეჩე და მაგას ვი პაიმნა და ეკიდო სხვა რამე არის ანუ რა ვიცი ძარწმუნებული ვარ მაყურებლებისთვის ბევრი ეგრე არის რა თუ უმეტესობა არა ბევრი ეგრეა რომ პირველი პაიმანი არის გაცნობით ხასიათის და რაღაც სასწაულები არ ხდება პირველ პაიმანს და შენ 500 ლარს სად ხარჯავ? მე წარმომიდგენია რომ ადამიანი აი რაღაც მოგწონს რაღაცა და გინდა განსაკუთრებული რაღაც გააკეთო და პაიმანი ერთ რამის არ აკეთებ აკეთებ რამდენიმე რამის ანუ როცა გინდა რომ რაღაც ეგ დაუშვათ შეგიძლია თელი დღის განმავლობაში რაღაცები ისე დაგიგმო ეხლა რაღაცებს იდეებს არ მივაწყდი მაგრამ პირველ პაიმანზე? კი სულ პირველ პაიმანზე 3 2 1 გიო მე ვიყავ იმპოსტერი მაგრამ ეგ კითხვა რომ მოსულოდა მაინც 500 დავწერდი ჩემი კითხვა იყო არაფერი ისეთი ანუ რიცხვი დაწერიო 300-დან 600-ი ჩართვით თქვენს დაგვიწერეთ კომენტარებში პირველ პაიმანზე დაახლოებით რამდენს ხარჯავთ ხოლმე და რა არის თქვენთვის პირველი პაიმნის ძირითადი არსი კარგი შემდეგი რაუნდი თქვენ ამასობაში უკვე არქი გამოწერილი გაქვთ ვიცი მოდი დავიწყოთ მე არც ერთს. ყველას. ძალიან საინტერესო პასუხებია. კითხვა გავიგოთ რა არის? შევისწავლ ყველაზე დიდი შანსი რომ გახდეს მილიონერი. შენ გიწევ ყველა. ყველა. მე ისე რა გიგულისხმე. შენ ხარ იმპოსტერი. მოდი. მე ვიგულისხმე ლარებში. დოლარებში მგონია რომ არც ერთს ალბათ სამწუხაროდ, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ მე არ დავევით. ყველას გიწერია? ხო. ასე მაშინ კოსტა იმპოსტერი. კოსტა შენ არც ერთი გიწერია, ხო? შენ ხარ იმპოსტერი. და იმიტომ რომ ლარში ძალიან მარტივია. ანუ ძალიან მარტივი არ არის, მაგრამ უფრო შესაძლებელია ვიდრე დოლარში, ხო, ხო. ლარში გავხდებით ყველანი მილიონერები, მაგრამ დოლარში ვერა? მე რაღაც არ ამგონი. არ ვიცი, შეიძლება გავხდე. ლარში ბევრად უფრო მარტივია. ნახე ქონებას როგორ ითვლიან, ხო იცი? უძრავი ქონებით, მანქანა ყველაფერი ითვლება, კი, კი. მანქანით და რაღაცებით. ცოტა მე მილიონერის სხვა აღქმა მაქვს, მაგრამ ოკეი, გავიგე. კოსტა რა იყო, ასეთი უიმედოები ვარ ყველანი? სამწუხაროდ მე მგონი ასგე არა, აქ ხარო თავი ვიმართლო, იმიტომ რომ ძალიან მარტივად გამოიცანი. კაი, მოდი ხმის მიცემაზე გადავიდეთ. 3 2 1 კოსტა. კოსტა რა. მე მქონდა კითხვა ვის აქვს ყველაზე ნაკლები შანსი რომ გახდეს მილიონერიო და არც აქ მეთქი ეგრე დავწერეთ. ტელეხიპუცები. ქუჩაში ფეხბურთის თამაში. უდაგდელობასთან. მოდი ვნახოთ კითხვა რა იყო. მასთან ასოცირდება შენთვის ბავშვობა? ჩემთვის უდაგდელობასთან, იმიტომ რომ ბავშვობაში აი ყველაზე დიდი სადაგდებელი გაქვს ის რომ
ეზოში დაქტოვან დიდხანს ათამაშობ. სიამოვნებით ვიქნებოდი ხა ბავშვი. აი ვინც ეხა ბავშვები გვიყურებთ აი. შეირგეთ ხო მაგის ძალიან მაგარია. როგორც კი დიდი გახდებით. როგორ მინდა ვიყო ახლა. და რომელიმეს თუ გეჩქარებად გაზრდა, ნუ გეჩქარებად. არიჩქაროთ გაზრდა. დაგვიჯერეთ. ხო, აი სამნი ვართ აგე. გოკო. არ გინდა. ხო, რა შეიძლება მე მაქსენდება ქუჩაში ვებუთის სამაშთან, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა, როცა გავდიოდი და მე რაღაც ფეხები გადატყავებული მქონდა და ესე შემოვდიოდი. ძალიან კარგი იყო. ძალიან სასიამოვნო იყო. მიშა ტელეგიპუცები, რაღაც მაჩეგეს. აი ბავშვობაში იმენა, აი ეს არის ჩემი ბავშვობა, მაგრამ ძალიან ღრმა ბავშვობა. აი ბაღში რო დავდიოდი. რომელი ფერი მოგწონდა ყველას? აი ფერები ახლა ამახსოვს, მაგრამ რაღაც სახელები ხავს? არა, მტვერსასრუტი რო ქონდა და რაღაც ვინკი, დიფსი, ვალა, პო. თქვენ იმენა მაგრა გახსოვთ. ხო და 3 2 1 შენ ხაიმბოსდები. არა ბატონ. მაშინ გიო იყო არა მე არ გავიფოსდე. უკვე დამადეთ ხელი? 3 2 1 მიშა. რავი, კი ვიყავი. ვიყავი მაგრამ გამეკვირდა. რატომ დამადეთ? ეგრე მეთქი კარგი პასუხი. ბიჭო, ბავშვობაში, ანუ ნახე იძახი რომ ბავშვობა ასოცირდება ტელეგიპუცებთანო. და სახელები მე და გიო ჩამოვთვალეთ ერთიან გიყავს საერთოდ არ გახსოვდა ბიჭო, მაგრამ ო მაინც და გემახსოვთ ყველა საყარელი. წითელი იყო, ბოლო იყო პო. რა იყო შენი კითხვა? ბავშვობიდან ყველაზე ცუდი რა ასოციაცია არის რა. მოიცა გასაგჭი ტელეგიპუცები. ბიჭო, აი აგრას მარტო რომ ტოვებდნენ, ეგ რაღაცა, აი ძალიან ღრმა ბავშვობაში. მეშინოდა ტელეგიპუცების თუ რა. არ მეშინოდა, მაგრამ აი ეს რაღაცა უცნაური ტიპები იყვნენ რაღაცნაირი სტრანი როჟები იყვნენ. ისე მე მგონი მაგაზე მე ხო იცი რაღაც დაიწერა ეგეთი. ნარკომანები და რაღაცები რო იყო უეჭველი. ხო, კი, რაღაც ჰორორები შეიძლება. მე არ მომწონდა. ხო, არც მეც არ მომწონდა და მაგიტომ ეგ დავწერე. ძალიან უცნაური რაღაცა. ძალიან უცნაური იყო. კაი, გადავედით შემდეგ რაუნდზე და მოდი კითხვა მოვისმინოთ. კითხვა კი არა, კითხვა მოვისმინოთ კითხვა. დაწერე, მისა. რაუნდი. დაიწყე. მიდი მიშა. ლაბუბუ. ლაბუბუ არ ვიცი. გაზპრომი. Nvidia. ნახოთ კითხვა რა იყო. რომელი კომპანიის ან ბრენდის ფლოველი იქნებოდა? კი ბატონო. რა უბედურება იქ. ლაბუბუ არიცით? ბიჭო, ლაბუბუ არის რაღაცა. აი ეს რაღაცა არ ვიცი, მაგრამ რაღაც საკიდი სათამაშო. მე მგონი ბრელოკია. ბრელოკია. აი ესეთი პატარა სათამაშოა. რაღაცა ძალიან გავირუსთა დუალიპა რიანას რო ეკეთა და რაღაცა და ტიპი გახდა ის მაგის მფლობელი მინუსში იყო და რამოდენიმე თვეში 4 მილიარდამდე ავიდა მაგის ღირებულება კომპანიის და იცი რა ხნა გაყიდა ბევრი აქცია გაყიდა და ახლა უბრალოდ თვითონ არის მილიარდერი კომპანია კი არა თვითონ nice პირველ გავიგე არც ვიცოდი რა ველი გინდა გახდე და პირველი ეგ გახსენდა ხო ანუ ეს ახლა ბოლოს ძალიან ვაირალ იყო კაი გიო გაზპრომი რა თქმა უნდა ჯერ ერთით საქართველოში გამოვშვებდი უფასო გაზს როგორც იქნა საქართველოს რუსეთში იმუშავებდი რუსეთს დედას უტირებდი რაღაც ანუ საკუთარ კომპანიას დაანგრევდი გაღარიბდებოდი ისაც არ მომდიდარი ანუ ავდგებოდი და რუსეთისთვის უძგავაკეთებდი თქო მაგას ვიზახია ძალიან უცნაური არა კაია თუ გაზპრომის დანგრევას ამბიგებ არა არის უცნაური და მე ვარ უცნაური არა ანუ როცა გეკითხებიან რომელი ბრენდის მფლობელი იქნებოდიო და გახსენდება რომ არ გახსენდება ჯიბის გასქელება და გახსენდება რაღაცა პატრიოტულად დანგრევა არა ძალიან მაგარია როგორ გამოგდა იმენა პოლიტიკოსი ხარ იმენა ჯიბის გასქელება არ გახსენდება და გახსენდება აი საქართველოს არ გახსენდება და პირველი უნდა იფიქრო ჯიბის გასქელება არა ხო და პოლიტიკაში ანუ მე პოლიტიკაში საერთოდ არ წავსულა მე Nvidia იმას გავიგე ანუ იცი რომელი უფრო დიდი კომპანია გაზპრომი თუ ეს ანუ უფრო ძლიერი კომპანია ძლიერი ძალაუფლებას თუ გულისხმობ გაზპრომი აი გაზპრომი მაგრამ ძლიერი როგორც ფინანსურად აი ფინანსურად Nvidia გადაუკეტავი გაზს და ქვეყანა არსებობს თვალიან მე გადავები ანუ აი მიშა სწორად თქვა რა ფინანსურად ძლიერი Nvidia და ძალაუფლების მხრივ გაზპრომი აგინდა რომ ფინანსურად არ არიან ესენი ძლიერი მე გადავები ეგეთი ძლიერები აღარ არიან სხვათა შორის საბედნიერო სახელმწიფო არსმევს და რავია აი ხო ეგრე ხო და საბედნიეროდ სანქციების ფონზე აღარ არიან ეგეთი ძლიერები ძალიან დაბალი არის გაზპრომის აქციების ფონს კარგი გადავიდეთ ხმის მიცემაზე თუ გავქნათ გადავიდეთ რა 3 2 1 გიო მე ვიყავ იმპოსტერი რა თქმა უნდა და კითხვა რა იყო მე კომპანია გეზიზლება ყველაზე მეტადო რა და ისტურვებდი რომ დედა ისა დანგრეულიყო დედა ეტიროს კარგი მოდი გადავედით შემდეგ რაუნდზე და მოდი დაიწყე კოსტა ინტელექტი ორ პირობა უდარდელობა კითხვა რა იყო რა იზიანებს ადამიანში ყველაზე მეტად
ადამიანში კოსტას აღიზიანებს ყველაზე მეტად ინტელექტი. იმას უდარდელობა. მე არ იმას უდარდელობა. ისე თამაშობს არ გაგიკვირდება რომ ინტელექტი. უდარდელობა, მაგრამ აღიზიანებს. რატო გაღიზიანებს? გამაკვირდები გასახებზე რო კიდია და რაღაცა აი დავიკიდე და რაღაცა. ეგ მაგრამ აღიზიანებს. ადამიანი ბედნიერია მაგ დროს, ანუ პრობლემა მე არ ვარ, ანუ მე რამ აღიზიანებს. შენ არ ხარ ხო, მაგრამ სხვა ადამიანზე გვაქვს საუბარი. მაგრამ კიდია სხვა ადამიანი როგორ არის, ანუ მე აღიზიანებს უდარდელობა, აი მაგარი უდარდელი. არა, მე ინტელექტი, ანუ იცი რა, უფრო ინტელექტის დემონსტრირება მაგიზიანებს რა, აი რაღაც სრულიად უადგილოადგილას რო იწყებენ ხოლმე, რაღაც შოპენჰაუერზე და დანტეზე ლაპარაკს. აი საერთოდ რო არაფერ შუაში არა, მაგრამ უნდათ რომ გამოავლინონ, რომ იცი რა, გამიგია. თან უყურე, გამიგია. წამიკითხავს კი, გამიგია. იმიტომ როგორ წესი იმართლა თავი. საყოლდო. სვეტში მაგიზიანებს უაზროდ ინტელექტი. კაი სულელობა გიწერია რა უდარდელი. გამოგლინება. ხე, ეჭვში მე პარა უკვე შენში მიშ. ანუ რა უდარდელობა მე მაგრამ აღიზიანებს ანუ. აი გიორგი მართლა იცის რომ ეგეთი რაღაცები მაგიზიანებს. კაი. 3. შენ არ გინდა რომ გაიმართლო თავი? 1. მე რა უნდა გამართლო? ორ პირობა მიწერია, გიჟი ხო არ ხარ? ორ პირობა თუ ამას მოსწონს და რავი ხა. კოსტა, შეკარი იმპოსტერი. მიშა არის იმპოსტერი. აიკო შენ ეკითხა თქვი გვერდა. ჩემი კითხვა იყო, ყველაზე სექსუალური რა არისო ქალში შენთვისო და ინტელექტი დაუწყო. დუშა. იმენა ეგა ეს მიმი უნდა ჩავსვათ აქ. უეჭველი მიმი არის შესაძლოა. Самое главное в женщине. დუშა. გადავედი შემდეგ რაუნდზე და მოდი თქვენ ახი გამოიწერთ ამასობაში, ორი წამის ამბავი არის. ავიდეთ რა 40,000-მდე როგორ შევგვირდით და მე მგონი ბევრი არ გვიკლია, სულ რაღაც 100,000. ხომოგა, კოსტა დაი. საეჭვო კაცი. გიორგი კალათოძე. საჭო კაცი. მოდი ნახოთ კითხვა რა იყო. რომელიც იუთუბერი იქნებოდა ბროებში ყველაზე კარგი სტუმარი. მოდი ვთქვათ ჯერ ის რომ ყველას კაი პასუხი გვაქვს ძალიან რა. შეიძლება და კიდევ რამდენიმეს დასახელება კარგი იუთუბერების, იმიტომ რომ საქართველოში ფულმად ყავს. თუმცა აი ბროებში და ჩვენს ფორმატს ვფიქრობ, ორივე ძალიან მოხდებოდა თქვენ მით გიწერიათ რა. გიორგი კალათოძე იმიტომ დავწერე რომ ზოგადად კაი მოთამაშე არის მსგავს რაღაცეებში და კარგად გამოსდის და ვფიქრობ შეგვისრულებდა რაღაც რაღაცეებში. საეჭვოზე მგონია რომ აი მაგრად ვიღადავებდით რა. ხო, მახარა საოცრებებს გააძროვა და დარწმუნებული ვარ. ხო, მაგრამ ახლა თქვენ რომ ერთნაირები გიწერიათ. მე აქ ის არ მინდა წავიდე სისტემა, რომ გიო, შენ სხვანაირი გიწერიათ, მოდი. შენ მოდი მიშას დასაბუთებაც ხო, მოვისხო. ხო, მიდი. მაგრამ ჩემი არ გაიმეორო, ეგ ეხა ჩიტინგი არის. რა უნდა გავიმეორო, ანუ უბრალოდ ყველაზე გადაობა არის და მაგის ისტორიები, ვაფშე არ გვინდა იმპოსტერის თამაში. მითხარი რომელიმე მახარას ისტორია, მოკლედ. მე მარტო ის მახსენდება გორში რო იყო და აი ისტორიებს თავი დაანებ ერთავს. აქ არის გადასაწყვეტი ეკა ვინ არის იმპოსტერი და. ჩვენ ხო ახალი გამოსავალი ვიპოვეთ უკვე. არა. კი, ვიპოვეთ. როცა ერთნაირები უწერია ხალხს. ჯეირანი. ჯეირანს თამაშობთ. ამ კეთილი ინებეთ და გაარკვიეთ ეხა ეგრე. მიდი. ჯეირანი. მოგვიგო. ოიუს მოგვიგო. ასე ჩვენ უნდა ვიდამაშოთ, ხო? ხო, ჯეირანი. არ ვიყავი მე. როგორც გვინდოდათ, აი განსაკუთრებით მე არ მინდოდა. ანუ მე ჩემი ღრმარწმენით მიშა არის იმპოსტერი. არ ვიყავი ძმაო, მე იმპოსტერი არა, უეჭველი მიშა, აი. მიშა. არა, არ ვიყავი. აი, არ იყო, მაშინ არავინ არ იყო ესე იგი. არავინ არ იყო. აი, მე ვიყავი ხო. აიო, შენი კითხვა. ყველაზე გადაობა იმპოსტერი ვინ იქნებაო ამ თამაშში. ნუ მიახლოებით. მიახლოებით იყო ხო. ისე უცხოელებზე ვინ გაგისავდება? მე მე იცი ვინ გონია უცხოელებში ვინ იქნებოდა მაგარი? ვინ? ბორატი იქნებოდა მაგარი. ბორატი ძალიან მაგარი იქნებოდა. უბრალოდ ბორატი პერსონაჟია და პერსონაჟი აბა საშა ბარონ კოენი. საშა ბარონ კოენი ახლა არ ამგონია ეგეთი რო იყო. უეჭველი იქნება. მე მგონია რომ ძალიან სერიოზული ტიპია. აი ხო, მე რატომღაც მგონია. ახლა იცი მაგის სურათი ნახე? სცენარისტი. სურათი ნახე? რატომ ზედად გატიპი? რა? ჩვენ რა გვჭირს ბიჭო? ბორატში რო არის რაღაცა აი ამის. ხო. რა ქვია მაგას არც ვიცი და. და ეხლა საოცარ. ახლა იმენაც მართლა საოცარ ტანზე. ნედა რას აკეთებს ეგეც? ალბათ მილიონერია, საკუთარი შეფ-პოვარი ყავს და პირადი ტრენერი და საკუთარი დარბაზი და ანუ უბრალოდ მონდომებულია. კარგი, მოდი ბოლო რაუნდი. მიდი კოსტა დაიწყე. მინი პროექტორი. DJI Osmo Pocket 3. ფეხსაცმელი. კითხვა რა იყო მოვისმინოთ? რა იქნება ბოლოს ისეთი რასაც ნანო. გიო. შენ ნანობ DJI Osmo X-ი რომელიც 1-3 წელია მეუბნები რომ ხო არ ვიყიდო მაგარი რამეა. მოვიდა მას მერე ყოველ დღე მინიმუმ ორჯერ დილასაღამოს მინიმუმ ესმის DJI Osmo Pocket 3 და ბოლოს იყიდა. ბიჭო, იმიტომ რომ უყურე ერთ ფინანსურად არ მაქვს ის მდგომარეობა რომ მეყიდა და
მაგრამ ვინანე რო ვიყიდე, ვიჩქარე ძმაო. არ უნდა გადამეხადა მაქელად ახლა არ მჭირდებოდა არაფერში. Nice try, მაგრამ ტყუილია. შენ აგიწინი? მინი პროექტორი, რომელიც ტემუდან გამოვიწერე და არ იმუშავა. არ იმუშავა, შენ არ გაიძახი, მე მაჩუქა ეგ. არა, ეგ არა, მანამდე გამოწერილი და მოგიყევი რომ მანამდე გამოვიწერე რაღაცა ბანზი, რომელსაც აქ რევიუებს და უკვირდი და ვერ ავამუშავე, ვერ დავუკავშირე ტელეფონს, ვერც PC-ს. შენ რომ მოვილი ფეხსაც მისყიდვა ინანე ვითხარი. უბრალოდ ზომა იყო არასწორი. და ჩამომივიდა ამერიკიდან ახლა სად დავაბრუნო მე ეგ და სპორტული ფეხსაცმელი იყო დარბაზში მინდოდა მაგრამ ვინ ეძაჭუქე ფეხსაცმელი? არა, სახში მაგ. გავათამაშოთ. გავათამაშოთ. 46 ზომა ამგონი. ძალიან დიდი ფეხი თუ გაქვთ. ვინმე კალათბურთელი თუ მოიძებნეთ? ხო რა. გოთ ჯონი არის სპონსორი გიქნები და გავათამაშოთ და ვისაც უნდა 46 ზომა. მიშას ერთხელ ჩაცმული. საწაიგე შენ ეგ ტემოს ისა პროექტორი. თანამშრომელმა მითხრა რომ მომეც იქნება ავამუშავო და მივეცი და აამუშავა თუ არა სიმართლე გითხრა არ ვიცი. რა ღირდა ის? ბიჭო, მე მგონი 40 ლარი თუ რაღაცა ეგეთი. მინი პროექტორი 40 ლარიანს როგორ გიყიდულობ საერთოდ? ადრო ინდობი საერთოდ რა. ხო და აი ეგ მომივიდა ძალიან სისულელე რა. მე ნორმალური ვიყიდე მეტნაკლებად, მაგრამ იმისთვის მინდოდა აი ძილის წინ მეთქი YouTube-ზე რაღაცას გავუშვებ რა და თან კი არ მინდოდა და შევედი რომ აი ეს მინდა რომ ვიყიდო. რაღაცა აი უაზრო სკროლისას ამომიგდო და მეთქი ოკეი, კაი იყოს 40 ლარი გასვ კარგავ მეთქი და ჩამოვიდა არ მუშაობდა. მარკეტინგის მსხვერპლი ხარ. კი, მარკეტინგის მსხვერპლი გავხდი ჩვეულებრივად. 3 2 1 გიო. ლოგიკურია. ლოგიკური პროსტები. თიჯიოს მოგეკცამი. ის მოგედავ რომ 2 დღე ვიყიდე. მაინც არ უნდა, და იმედი არც ვინანებ. ამდენი ვალი რაღაც პრობლემა მოგზა მე ვდგები და 2000 ლარს ვიხდი ოსმო პოკეტ სამში. ისე რომ დაგედოთ ერთი 700 ლარი. კი მოგწერე პირადში მე თუ იცით ჩემი ვალი გაქვთ ძმებო. მეთქი რა ვალი? ოსმო პოკეტი ვიყიდეო. ეგ რა იყო? გავალდებულებს ტიპს რომ აი წავედი ის. გავიყოთ ეს თანხა. შევედი მაღაზიაში ვიყიდე და ამათ სურათი ჩავუგდე და ვეუბნები რომ ჩემი ვალი გაქვთ მეთქი, იმიტომ რომ ბროებისთვის ვიყიდე. ხო, ისე მართალი ხარ ბროებისთვის იყიდე. ხო, მაგისთვის ვიყიდე, მე არ მჭირდება. კარგი მეგობრებო, სულ ეს იყო ჩვენი ეპიზოდი ამით დასრულდა. ხო, წინ წავიდეთ რა, რაღაც მაგრამ მინდა რომ მაგარ გამოწერებზე ავიდეთ. ნახვებიც კარგი იყოს, წინ წავიდეთ. მეგობრებს გაუზიარეთ, არ ვიცი. უნდა განვითარდეთ რა. და ამ ზაფხულში და სიცხეში, რავი, სახეს ვიძრობთ. და დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში. ხო, ბროებისთვის. კარგად. For Frodo. For Frodo. ზუსტად ეგრე გამოვიდა.